ევროპამ საკუთარი გზა, დამოუკიდებლობა და გონებრივი სიცხადე დაკარგა. ამასთანავე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ევროპას ახასიათებს და ეს ამერიკის შეერთებული შტატების Deep State-ის წახალისებით მოხდა, არის რადიკალური რუსოფობია. ევროკავშირი იმდენად აგრესიულ რუსოფობიურ რიტორიკას აწარმოებს, რომ დისკუსიაც კი არ მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ მივედით უკრაინის ომამდე. ან როგორ შეგვიძლია მისი დასრულება. თუ ვინმე საკუთარ გულწრფელ მოსაზრებას გააჟღერებს და მაგალითად ნატოს გაფართოებას, მინსკის შეთანხმების უგულებელყოფას, ან თუნდაც რუსეთის მახლობლად ამერიკის ანტიბალისტიკური სისტემების განლაგებას დაასახელებს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებად, მაშინვე პუტინის აპოლოგეტობას დააბრალებენ. რადგან ასეთია ახლა ევროკავშირის რიტორიკა. ეს ძალიან სამწუხარო მოცემულობაა. ევროპამ დაკარგა დამოუკიდებლობა და ამერიკასთან ბოლო დროს დადებული სავაჭრო შეთანხმება ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა. ეს არ არის შეთანხმება ორ მსოფლიო ძალაუფლების ცენტრს შორის. ეს არის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ვასალ რეგიონთან. ფიქრობ ძალიან საინტერესო იყო ის, რაც თქვენ მემარცხენეებსა და მემარჯვენეებზე თქვით. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ რადიკალი მემარცხენეებიც და რადიკალი მემარჯვენეებიც მშვიდობაზე აპელირებენ, ხოლო ცენტრისტები პირიქით ომის გაგრძელებას უჭერენ მხარს. დიახ, თუ თქვენ ომის გაგრძელებას მხარს არ უჭერთ, ექსტრემისტად მიგიჩნევენ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ევროპამ საკუთარი თავი მიიმწყდია კუთხეში. ერთი მხრივ ევროკავშირმა უდიდესი დამცირება განიცადა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მეორე მხრივ კი იმავე კვირაში ურთიერთობები გაიფუჭა ჩინეთთან. ასე რომ შეიძლება ითქვას, ევროკავშირი თავად აკეთებს ყველაფერს მისივე იზოლაციისთვის. ეს საშინელებაა, რადგან ჩვენ ძლიერი და ჯანსაღი ევროპა გვჭირდება. თუმცა ის, რაც ახლა გვაქვს, ამის სრულად საპირისპირო რამაა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.